ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარება და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა განიხილეს. კითხვები იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაზე, მაგალითად, როგორ ახერხებენ სამუშაოს გაგრძელებას, რა მდგომარეობაა სექტორში და რა შეზღუდვებია ქვეყანაში. როგორც ცნობილია, დელეგაცია დღესვე ოპოზიციასაც შეხვდება. ვისაუბრეთ ძირითადად კითხვები იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაზე, თუ როგორ ვახერხებთ სამუშაოს გაგრძელებას, რა შეზღუდვები არსებობს ქვეყანაში, რა დაბრკოლებები ამ კუთხით, რა მდგომარეობა არის სექტორში. ძირითადად აი ამ საკითხზე ვისაუბრეთ, ის მძიმე სიტუაცია აღვწერეთ, რაც ხდება ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული, მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის ჩვენ წინააღმდეგ არის გარკვეული პროცესები ანტიკორუფციულ ბიუროში და აღვწერეთ ის სიტუაცია, რაც ხდება, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვები არის ამ კუთხით საქართველოში, რაც რა თქმა უნდა აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. ეცით რა არის, წინასწარ განზრახვით არის ჩამოსული დელეგაცია. წინასწარ განზრახვით არის ნებისმიერი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ ბრიუსელიდან და ეს განზრახვა აბსოლუტურად სხვა მიზანს უკავშირდება. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ როგორმე საქართველო გამოყენებული იქნეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს. ქართული ოცნება ევროკავშირს კვლავ კრიტიკულად აფასებს. მმართველი გუნდი თვლის, რომ ბრიუსელი დღეს აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის და საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. მისი თქმით, ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, ევროკომისიამ რამდენიმე დღის წინ გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. ოპოზიციაში თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ქართული ოცნება ქვეყანას დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში აქცევს. ტრაგიკომიკური არის, რომ ევროპული ღირებულებების დამცველად მთელი ევროპის კონტინენტზე რჩება მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი, მისი პოსტების მიხედვით ასე გახლავთ და თურმე ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებების პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ივანიშვილის გუნდის ბანდის უბრალოდ წევრს. ეს ღირებულებები რა თქმა უნდა სერიოზულად აღსაქმელი არ გახლავთ, თუ ვინმე დაარღვია საერთაშორისო სამართალი, თუ ვინმე დაარღვია ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, ეს არის ივანიშვილის ბანდა და ამიტომაც არის რომ მას აქვს ყველაზე ისტორიულად უპრეცედენტო ცუდი შეფასებები ყველა ინსტიტუციის მიერ. როგორც ჩანს, ბატონი პაპუაშვილი და ასევე ოცნება ირჩევენ სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ბუნებრივია, მათ არაფერი დარჩენიათ სხვა, იმიტომ რომ მათ გააუქმეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მათ შეიყვანეს პოლიტიკურ ჩიხში ჩვენი ქვეყანა, მათ და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის დახმარებით, შესაბამისად ახლა ვისმენთ მათგან აი ამ პუნქტებად გაწერილ გეგმებს, როგორ უნდა მოხდეს ევროპული ღირებულებების დაბრუნება, თუმცა ჯობია მათ ისაუბრონ ადგილობრივ კონტექსტზე, ჯობია ისაუბრონ იმ ვითარებაზე, რაც დადგა საქართველოში, მათ პირობებში. არსებობს ევრობიუროკრატია კიდე, რომელიც პრინციპულად ერთი მიმართულებით ანვითარებს თავის პოლიტიკას. მთავარი თემა ეს არის რუსეთთან დაპირისპირების დივერსიფიცირება, მათ შორის საქართველოს და სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, რათა ევროპაზე ეს წნეხი, აგრესიის წნეხი ან პერსპექტივა მოიხსნას. ეს არის მთავარი თემა. ამ თემის გარშემო მიმდინარეობს სხვადასხვა მანიპულაციები, პოლიტიკური სვლები და აქედან გამომდინარეობს ყველა ის აქტივობები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გნებავთ ქუჩაში და გნებავთ საერთო პოლიტიკურ ფორმატებში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. მათი თქმით, არჩევნების გაყალბებით ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ნაციონალური მოძრაობა განმარტავს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვს, თუმცა ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კომისიის დაასკვნის გასაჩივრებასთან
დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს უკვე მიმართეს. მეორე ეტაპზე კი გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს, ვინაიდან ასეთი კანონმდებლობა არც კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში გაწერილი არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და ქართულ ოცნებასთან პოლემიკაში შესვლა. თუმცა კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩათვალეს, რომ მოხდეს მათი მხრიდან იმ არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბოლოოდ ევროსასამართლოში გადამწყვეტი იქნება. ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა, ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. აუცილებლად მოიგონებენ ყველაფერი, ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილი აქვს ნაცმოძრაობას. ეს აუცილებლად გარდუვალია. მაგრამ აქ თავარი თემა კიდევ იკვეთება ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ სკანდალური. რომ უცხოელ მეგობრებმა უკარნახეს ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა ურჩილონ ქართულ ოცნებას. თვითონ სასამართლოში დავა, პირიქით, კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას აქვს ის ფუნდამენტი და საფუძველი, რაზედაც ბეჟაშვილი საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ნაციონალურ მოძრაობაში ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, რომ ყველა განსხვავების მიუხედავად ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ. მსგავსი ტიპის გაერთიანების წინააღმდეგი არიან გიორგი გახარიას გუნდში. მათი თქმით, გაერთიანება არ შეიძლება იმ ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს მათთვის კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ. სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის იდეით და წინადადებით შემოვიდა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ბუნებრივია ეს იდეა, რომ გაზიარებული ყოფილიყო, დღეს შეიძლება სულ სხვა რეალობა ქონოდა. მიუხედავად განსხვავებულობისა, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც თვითონ პარტიულ სუბიექტს შეიძლება ქონოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ და მოვითხოვთ ყველასგან, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, გადავდოთ ყველა პოლიტიკური განსხვავება, ვიპოვოთ საერთო ძალა იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ამ ერთიანობით რუსული რეჟიმის დამარცხება. არავითარი გაერთიანება არ შეიძლება იყოს ადამიანებთან, რომლებსაც იმის თავიც კი არა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ნათქვამზე და საკუთარ ქმედებებზე. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ ადამიანებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ რეჟიმს რაღაცნაირად დავაკლოთ რამე და რაღაცნაირად ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, აი ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი მხოლოდ იმის შემდეგ, რის შემდეგაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმისას, რაც განახორციელეს 4 ოქტომბერს. ქმნის ისეთ გარემოს, უნდა რომ შექმნას ისეთი გარემო, სადაც სააკაშვილის გარშემო შეგროვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელსაც მისი აზრით ექნებათ აბსოლუტურად სხვა ანთროპოლოგია ან ვიზუალური ეფექტი. ინტელექტი, რაც აბსოლუტურად ჯერ ერთი არარეალურია, რაღაცა საშინელი ნაცისტური გამონათქვამებია ეს ერთი. და მეორე აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ცვლილებების მიხედვით პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდენენ ფინანსურ დანაშაულს 30 წლის განმავლობაში მოუწევთ დეკლარაციის შევსება და ინფორმაციის განთავსება მათი უძრავი და მოძრავი ქონებისა და გადარიცხობით მიღებული სარგებლის შესახებ. ქართული ოცნების განმარტებით აღნიშნული კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ თუ კანონი მკაცრად არ აღსრულდება, მხოლოდ თეორიული დაშვება საკმარისი არ არის.
ეს არის ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც მთელი რიგი დანაშაულების ჩადენისათვის არიან და იქნებიან მსჯავრდებულები და ეხება დანაშაულებს, როგორც არის სამოხელეო და ფინანსური თანამდებობის ყოფნის პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე, ვალდებულები იქნებიან, რომ განაჩენის ზალაში შესვლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები, რაც გაზრდის გამჭვირვალობას და ამავდროულად ამ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიღებული თანხები თუ სადმე გადამალული რომ გამოიყენონ მარტივად. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე კრისტალ ჯგუფის მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის კრისტალ ჯგუფის მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. კერძოდ პროკურატურის ცნობით ვლადიმერ სტეფანიანი არ ღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის შენიანების გენერალური გეგმით დადგენილ ისე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონო დაშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა 1.894.925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხებისათვის კანონიერის სახის მისაცემად ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის საბანკო ანგარიშზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა. დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის წარდგენის შემდგომ არ დაუფიქსირებია პოზიცია. სამართლებრივად როგორ შეიძლება შევაფასოთ? მოწმის სახით გამოკითხულია, თუმცა ბრალის წარდგენის შემდგომ არ დაუფიქსირებია პოზიცია. რაც შემიცა, რაზეც არის საუბარი, ქონდა თუ არა მას კანონი? მის პირად საკუთრებაშია კი კანონი. ამის დოკუმენტაცია თუ დიახ, არსებობს, შასედავება გამოძიება. უკანონო მშენებლობებს. დიახ, აი ამ მშენებლობის უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. დაისვა მრავალი კითხვა, რასაც გასცა პასუხი ვლადიმერ სტეფანიანმა, საქმის მასალების განხილვაში ვერ შევალ. სამართალდამცავებმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები. დანაშაული 7 წლამდე ბადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.